ვიდეოში, სადაც ვღადაობთ და ვსაუბრობთ, რომ რუსებზე ვღადაობთ, მოკლედ რო ვთქვა რა, რუს სამხედროებზე კონკრეტულად. რუსეთის უკრაინას შეჭრის შემდეგ რუსულ არმიაში აივინფიცირებულთა რაოდენობა 40 ჯერ გაიზარდა. რაც საერთოდ არ მიგვერს. არ არის გასაკვირი, არც მე მიკვირს, თან ისეთ საყვარელი ფოტოა, ლამაზსახიანი ბიჭუნები არიან. ბიჭუნები არიან ზირთად, იმიტომ რომ რუსეთის ფრონტზე ხალხთა რაოდენობა ფაქტიურად თითებზე ჩამოსათვლელია, შესაბამისად ფრონტზე ალბათობით ერთმანეთში ჰომოსექსუალური კავშირი რაღაც დიდი ალბათობით ფაქტია რა. ნუ კიდე არის იქ რაღაცა მოსული პონტია იქ რუსები. ინექციების და ნარკოტიკული ნივთიერებების მრავალჯერადი გამოყენების ნემსებით. არა მე მაინც მგონია რომ რაღაც წელს ქვემოთ სიშიშვილის დამსახურება არის მეტწილად ეს 40 ჯერ. გულწრფელად მინდა უსულვო მეტი ასეთი ბიჭუნა. გულწრფელად მინდა უსულვო მათ მეტი ისლამ აგრესიებში არ შეჩერდეთ მიაწეკ. ერს აქვს პოტენცია დიდი. კი. ამ მიმართულებით და ვერ დაუკარგავ. ერთად ხელი მომმართოს მაგ მიმართულებით წავიდნენ. ჩვენ თავიდანვე გულწრფელად წარმატებას უსურვებ ამ ნაცვლად. ქართველი ტიპები. ხო. რანაირად ახერხებთ პროსტა ან ამდენად როგორ ვერაფერს ვერ ხედავთ, როგორ ვერაფერი ვერ გაღიზიანდე, ხო? ხო. ქართველმა არიცი, რომ რუსეთი ოდითგანვე არ მტერი იყო, ეხლაც არის და იქნება სავარაუდოდ სანამ არსებობს რა. და აქეთ გვაჯვამ ბიჭო ერთი ორი წამიკითხე რა გაიგისებს რომ რუსეთის დედას შევეცინე. ერთ რაღაცაზე ხო თანხმდებით და წარმატებები უსურვოთ. და წარმატებები რუსეთს რომ კარგია ეგრე გადატყანით ერთმანეთს და ტიპი აი ესე შეწუხდა და ევროყალეები ერთადერთი მინდა რომ უსურო მალე გადაშენდით. მინდა რომ გადაშენდეთ. მეტი არაფერი არ არის. და ის შევსვით. გადაშენდით. იდი შენდი აი კალაძე რო ეუნება. გადაშენდი აქედან ნაძირალა. აი ეს მინდა რომ გისურვოთ. მეტი არაფერი.